თქვენთან რა ვითარება? აი როგორ ვაფშე დედავს. განგრეულია ვაფშე, კაცი. პანჯრები არ გავარდილია. ყრია დაბლა. ჭონქაძის 12 ნომერთან იმყოფებით ახლა ჩვენ და ჩემის შეფასება იმაზე თუ რა მდგომარეობაში ახლა ეს საცხოვრებელი корпуსი მერწმუნეთ რომ ნამდვილად არ იქნება სწორი, რადგან მაყურებელი ამას თავადვე შეაფასებს და უნდა აღენიშნოს ის რომ ამ საცხოვრებელ корпуსში მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ცხოვრობს. თუმცა ფაქტია რომ აქ მხოლოდ ეს რკინის კონსტრუქციები იცავს ამ ავარიულ შენობას და არანაირი სახის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ დგას ამ ტერიტორიაზე რომ მოქალაქეების გადაადგილება ამ ტერიტორიაზე არის საფრთხის შემცველი. 2025 წლის მონაცემებით დედაქალაქის მასშტაბით 10,000-ზე მეტი საცხოვრებელი корпуსი არის ავარიული. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს 2021 წელსაც ზუსტად იგივე რაოდენობა იყო დედაქალაქში. როგორც ჩანს, პრევენციის მიზნით დედაქალაქის მერიას თითქმის არაფერი არ გაუკეთებია, რადგან სტატისტიკურად ეს მონაცემები არ შეცვლილა. დაუშვათ, რომ ამ ავარიულ корпуსში მცხოვრებ მოქალაქეებს ნამდვილად სურთ აქ ყოფნა. და დედაქალაქის მერიის შეთავაზების მიუხედავად არ გამოდიან ამ ავარიული корпуსებიდან. ასეთ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს დედაქალაქის მერიამ? უნდა ამოქმედოს შესაბამისი სანქციები იმისათვის, რომ მოქალაქეების სიცოცხლე იყოს დაზღვეული. ანუ ქალაქის მერია ამბობს, რომ შეთავაზებების მიუხედავად ეს ადამიანები საცხოვრებელი корпуსებიდან არ გამოდიან. ანუ გამოდის, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ქალაქის მერია ადამიანის სიცოცხლეს დაიცავს. წარმოიდგინეთ, რომ გადაადგილდებით ქუჩაში და დაინახეთ მოქალაქე, რომელიც ცდილობს მდინარეში გადავარდნას. თქვენ არაფერი გაიკეთებიათ ამ ადამიანის გადასარჩენად და გააგრძელეთ გზა. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დაიწყება თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან ეს არის მოქალაქის განსაცდელში მიტოვება.